გილზე კომბინატის დასახლებაში ამ წუთებში პოლიციელები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყვითელი ლენტი აქვს ტერიტორიას შემოსაზღვრული და ადგილზეა პოლიციის ყველა მაღალჩინოსანი, მათ შორის პოლიციის ხელმძღვანელი ახლად დანიშნული სერგი ბზიშვილი, რომელიც თანამდებობას შიდა ქართლში იკავებს თებერვლის თვიდან. რა სახის, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება ადგილზე, ჯერჯერობით უცნობია, სამართალდამცველები იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე, თუმცა უშუალოდ იქ იმ პერიმეტრზე, სადაც სასტიკად გაუსწორდნენ სამართალდამცველები მოქალაქეს დაკავების პროცესში ყვითელი ლენტი არ აქვს შემოსაზღვრული, რაც შეეხება თავად ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლს, ისიც ადგილზე იმყოფება საპოლიციო ავტომობილში, რჩება ადგილზე, რაც შეეხება შემთხვევას დაახლოებით 9 საათის წინ გორში კომბინატის დასახლებაში სამართალდამცველები შეიძლება ითქვას, რომ თავს დაესხნენ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც თანხმობრივ პირთან ერთად იმყოფებოდა, ის იყო დაკავების 3 მიზნეს, სავარაუდოდ მას აკავებს ჯერ ერთი პოლიციელი, შემდგომ თავს ესხმის 50-მდე სამართალდამცველი, უმეტესობა მათგანი არის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საპოლიციო ღონისძიება, ჯერჯერობით ეს ჩვენთვის უცნობია, რა ტიპის ბრალდებულთან გვაქვს საქმე, სავარაუდო ბრალდებულთან გვაქვს საქმე, თუმცა კადრები, რომელიც თავდაპირველად გავრცელა, ქართლი ჯიმ ასახავს უმძიმეს თავდასხმას მოქალაქეზე სამართალდამცველების მხრიდან, უმძიმეს ფიზიკურ ანგარიშწორებას და ამ კადრებს მაყურებელი ხედავს ალბათ, რაც შეეხება უშუალოდ თავად კადრების შინაარს, სამართალდამცველები აგინებენ მოქალაქეს ფიზიკურად რიგრიგობით უსწორდებიან, ურტყავენ წაქცეულ ადამიანს, რაც შეეხება თვითმხილველს, რომელიც ესწრება ამ ყველაფერს, მასაც ანალოგიურად ცემის თანხმლებით პოლიციელები, რამდენიმე პოლიციელები არიდებენ შემთხვევის ადგილს და შემდგომ უკვე მასაც უსწორდებიან ფიზიკურად. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვიხილოთ ის კადრები, მათ შორის მოვისმინოთ ის ხმები, რომელსაც სამართალდამცველები ცემის დროს გამოხატავენ მოქალაქის მიმართ. რატომ ამეტებენ ძალადობით უფლებამოსილებას პოლიციელები, მას შემდეგ რაც გავრცელდა ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში, ბუნებრივია ჩვენ ვცდილობთ ამის შემდეგ ინფორმაციის გადამოწმებას, რა საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობდა კომბინატის დასახლებაში, პოლიციის სამმართველოს ძველ შენობასთან, ადგილზე მივიდნენ ბუნებრივია ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები, თუმცა პოლიციელები მათ მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევს, უკრძალავს იმ ტერიტორიის გადაღებას, სადაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ მოქალაქეს, მათ შორის ჩვენ ვცდილობთ გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა სახის საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობდა, რა დროსაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ პოლიციელები მოქალაქეს, თუმცა ამ დრომდე ჯერჯერობით პასუხი არ არის. პოლიციის შენობა, სადაც წლების გან რატო გაუსწორდით ფიზიკურად ადამიანებს? ერთი წამი სამოქალაქო ფორმაში ხართ, ვინ ხართ საერთოდ, რა უფლებით ხართ აქ? ვინ ხართ სამოქალაქო ფორმაში? მაჩვენა დია. გაიყვანე მანქანათკო გეუბნევი ეხლა და რამდენ ხო არ ვიმღერებთ რა? დიახ, ადგილზე ახლაც რჩებიან ის სამართალდამცველები, რომლებიც მონაწილეობდნენ ფიზიკურ ანგარიშწორებაში, ასეთია 50-მდე სამართალდამცველი, რომელიც იმყოფებოდა ადგილზე და რიგრიგობით უსწორდებოდნენ მოქალაქეს, რომელიც არ იყო შეიარაღებული, ყოველ შემთხვევაში კადრებიდან დგინდება, რომ ადამიანი არ უწევს წინააღმდეგობას პოლიციელებს, ის ემორჩილება, ის არის წაქცეული, ძირს და ძირს დაგდებულ ადამიანს რიგრიგობით ურტყავენ ხელს
ხეხს პოლიციელები, მათ შორის მისი მისამართით იგინებიან უშვერის სიტყვებით. უცნობია იმყოფებოდა თუ არა სპეცოპერაციის დროს ამ დროს ადგილზე სერგი ბზიშვილი, პოლიციის მაღალჩინოსანი, შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, რომელიც თებერვლის თვიდან იკავებს თანამდებობას გორში, თუმცა ის ჩანს იმ კადრებში, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა, სადაც უკვე ყვითელი ლენტია გაბმული, სამართალდამცველები, პოლიციის მაღალჩინოსნები არიან შეკრებილები და უშუალოდ მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები რას ემსახურება, ჯერჯერობით არის უცნობი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ დრომდე ვერ ვიღებთ პასუხს, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ადგილზე, რა ტიპის ეჭვმიტანილთან გვაქვს საქმე, ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლზე აქვს საუბარი, რომელიც ასევე დაკავების ავტომობილში ყავთ ამ დროისთვის კომბინატის დასახლებაში.